ენერგეტიკის მიმართულება არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი, ყველაზე პროგრესირებადი დარგი. რეალურად დარგში არსებობს საკადრო კრიზისი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთობლივი ხედვა გაგვაჩნდეს თუ როგორ უნდა აღმოიფხვას ეს პრობლემა. ამიტომ დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩვენ გავაფორმეთ ხარდაჭერის მემორანდუმი, სადაც როგორც სახელმწიფო კომპანიები, ასევე კერძო სექტორი ჭაბურყოთ გვერდში დგომას ტექნიკურ უნივერსიტეტს იმისთვის, რომ განვაახლოთ ლაბორატორიები, ფაკულტეტები, საგანმანათლებლო სისტემები. მსგავსი მემორანდუმები და მსგავსი ნაბიჯები აუცილებლად დადებითად აისახება ამ პრობლემის აღმოსახრელად და ვფიქრობთ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი უნდა გააქტიურდეს, რომ საგანმანათლებლო სისტემებს ჰქონდეს მეტი მხარდაჭერა, მეტი თანამედროვე ტექნოლოგიები, მეტი ლაბორატორიები. კადრების მომზადებაში მთელ მსოფლიოში უნივერსიტეტებთან ერთად ჩართულია შესაბამისი ინდუსტრია. ამ მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა. დიდი მადლობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას და ბატონი ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით შექმნილ ჩეველთა საბჭოს, რომლებმაც ეს ინიციატივა გამოთქვეს და დღესაც გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ დაეხმარებიან ტექნიკურ უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურის და ლაბორატორიული ბაზის გაუმჯობესებაში, ხოლო ჩვენ მათ მოუმზადებთ მაღალი ხარისხის კადრებს. ეს ჩვენს აბიტურიენტებს გაუჩენს მოტივაციას იმისთვის, რომ მათ ჩააბარონ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე და ინდუსტრიამ მოამარაგონ შესაბამისი კადრები. ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი არის ზოგადად ენერგეტიკის განვითარება. ხოლო ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არის ისეთი პროფესიონალური კადრების ქონა კომპანიაში, ქვეყანაში და ასე შემდეგ, როგორიცაც მიმზადებს ტექნიკური უნივერსიტეტი. მათი თანამონაწილეობა მცირე და დიდ ენერგეტიკულ პროექტებში სამომავლოდ. ხელი მოეწერა მემორანდუმს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ტექნიკური პერსონალის გადამზადებაზე და ასევე ორმხრივ თანამშრომლობაზე. რისთვისაც დღეს შეიძლება ითქვათ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის საქართველოში არსებული კადრების დეფიციტთან დაკავშირებით. თითქმის ყველა კომპანიას გააჩნია კადრების დეფიციტი. ბიზნესის და უნივერსიტეტის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი კადრების გაზრდას, ახალი სპეციალისტების ჩამოყალიბებას შემდგომში, რაც ბიზნესი აისახება ძალიან დადებითად.